მოგესალმებით, მე რატი დოლიძე ვარ, ეს გადაცემა რატის ბლოგი არის. კვლავ წალკაში ვართ ჩამოსულები მგელზე სანადიროთ. რიგით მესამე ნადირობას ვატარებთ ახლა და ორი სიტყვით მინდა გაგაცნოთ წინა ჩვენი ნადირობა. საკმაოდ შედეგიანი იყო, გამოიხშირა ორი მგელი და რამოდენიმე ტურა და მინდა ეხლა ეს ლამაზი კადრები განახოთ, რაც შევძელით რომ განაგვიღო აი ამ წინა ნადირობიდან. შემდგომში კიდე დღევანდელ დღეს დაუბრუნდებით. ახლა ჩვენი მეგობრებიც მოსულები არიან, ინსტრუქტორს დავიკითხავთ და დავიძრებით ამ დღისკენ. მეგობრებო, აქ რამოდენიმე მგელი. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, ორი მგელი ერთ ნადირობაში ძალიან კაი შედეგია, მაგრამ 7 ნომერში გამოვიდა სხვადასხვა მგლები. ფრონტი იყო გამართული ნამდვილად, ძალიან ბევრი ტყვია გავარდა, დიდი ემოციები იყო, ორი მგელი მოვინადირეთ, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როდესაც 3, 4, 5 და 6 მგელიც ერთ ნადირობაში დავარდნილა. ორი წამით ყველანი მომბრძანდით აქეთკენ. წრეზე გააკეთეთ, ბიჭებო, წრეზე დადექით, ძალიან გთხოვთ. 34 მონადირე ვართ. პირველ რიგში მომრეკები ძალიან გთხოვთ აქეთ მხარეში რომ გადმოგბრძანდეთ. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მაგარი ადამიანი არის, აი ჩვენში ავათ არის, სიცხე აქვს, სუდათ არის, მარტო წამოვიდა იმის გამო, რომ სარეკში დაგხვარებოდა. ეხლა ბიჭებო, მისმინეთ ყურადღებით რა. თოკები გაქვთ თუ ყველას წამოღებული? გასროლა ხდება, ეგრე ვიტყვი. მელიაზე, ტურაზე და მგელზე. მონადირების შემთხვევაში გამოგვაქვს აუცილებლად, რომ მოხდეს შემდგომში დამარხვა. ტყვიას ხმარობთ ხოლო და მხოლოდ 3, 4, 5, 6, 7, 0. დანარჩენი ცხრიანი კარტეში ჟაკანი ჩვენ არ გვჭირდება ახლა არანაირად რა. მოგლეთ რა, ყველას წარმატებას გისურვებთ. შედეგიანი ნადირობა რო ყოფილიყო, აქ გონი მეტი სალაპარაკოც არაფერი არ არის და აბა, ღმერთი ჩვენსკენ. $40 გააქვს. $40 გააქვს. მოდი აგე დავუდექით. აგერ დიდი გამოიწვია. იქით არის. აი დაიმახსოვრე, შეხედე. სროლა ხდება წინ, ან გადმოვიდა და უკან მხარეში. აი ეგ დავუდექე, ცოტა მაღალზე მოიწია, ეხა ამხის და რომ არ გაუჩეთ. დანარჩენი უკვე ზევით. თუ გინდა ეხლა მაინც. აი ეგრეს დაიმახსოვრე ესა. იმათ დაინახილოდი ხა რა. ესე რა. თუ აქეთ რაღაც ჩამო. ცოტა დაძაბული ვარ, იმიტომ რომ ერთ კვირაში ძალიან დიდი ბალახი ამოვიდა, ეს მალინა არის, რასაც ხედავთ. ხედულობა არ არის. ახლა ნომრებს ვაკეთებ და რო არ გაიყვანს, საერთოდ ხედულობა არ აქვს და აბსოლუტურად უყურებს მიმართულებას ვეუბნები, საითი შეიძლება სროლა. ეხლა ბოლოს 3 კაცი დავწერ და ეგ არის რა. დავთვალე. ნომრები გავანაწილეთ, სარეკის უკვე დაიწყო. ხედულობა, როგორც ხედავთ, არეალს არ აქვს საერთოდ. ეგ ბილიკებზე უდგებთ, რომ იმედი გვაქვს, რომ ბილიკებზე გამოვა. რაც თავარი არის, თქმა მინდა ახლა. აუცილებელია ზოგადად დაიმახსოვროს. ნადირი თუ გამოვიდა და ესროლეთ. არ უნდა მოიხსნათ ნომრიდან, არ უნდა მიხვიდეთ, იმიტომ რომ იგივე ბილიკ შეიძლება მეორე ნადირი მოყოს. ეს არის აქსიომა. იმედია დღეს კაი სროლებს მოვისმენთ, კაი დევნებიც იქნება, კაი ბიჭები არიან სარეკში. დასულები. სარეკი არის ერთ-ერთი მთავარი. ნადირობაში თუ არასწორი სარკი გაკეთდა და ნომრებში ნადირი არ გავლა რა თქმა უნდა. გელსაც მით უმეტეს, გელს თუ არ მიაწექი კარგად, არ გამოგივა ნომერში.
ეხლა ორი ვისროლე და მე შენ ჩამოვიდა. აი ეს წამოვიდა. და ეს პირველად თუ ესროლე ახაც დიდი მგელი. ამ ხილა იყო, ამ ვერ მოკალი? აი ეს იცი რა ხილაზია და ავარდა დაწიალდა და ძაღლი არ ეშვება ხული. ამდენი ხალი პოსტა მომეშვება. მაგას მე არ ვესროლე, იმიტომ რომ არც მოვესროლე, აი ესე კარგად ხო, მაგრამ არ დაგუნა ხელი შეიძლება მაღარწევს. სანამ ესე არ გამოუყარი ამ ესროლე. ამას ორი დამჭირდა იყო რა მხოლოდ. ამას ორი დამჭირდა ბიჭო ერთი რომ ესროლე ისაბოსროლე. აი ეს რომ მორბოდა ხმაგესმოდა მთელი წამოხდა. ბიჭო რა იყო? გამგავცი. ამას სადოსროლე იცი? აი უყურე აი მხეს ხედავ. ვიცი ძმაგა ჩამომიარა. აი მხეს ხედავ. ჩამომიარა ორი ვესროლე და იქით მიდიოდა, მაგრამ სარიკის ხმაზე მოტრია. სარიკის ხმაზე მოტრია და უყურე ამას უყურე. აი არა მაგარი. ეს პატარა ის თითი იყო. ის ზანგი. ხო, კანკალი ახლა ის ბიჭებო ტყუიები ვისაც არა გაქვთ განმუხტული განმუხტეთ თოფი მოდი ნუგეშინი არ ვიცი ესე იგი მელიების რისხვა იცოდი სადაც გამოვიდა და ბირიქთან დაველოდი და თხიკმა ორჯერ სამი და ხიჭქა მეთქი მოვაი ძალიან კარგი ჩვენს გადავიხო შენ ზოიდეს გადაუხადე ახლა ზოიზია ფაშა ახლა აი ესეც ესე მეორე მორეკვა მოტივაცია დიდი ამაღლებული რა ეს არის რა ხალხს არ უყვარს ხოლმე წონის დაკლება და მე სიარულები და ასე შემდეგ რა ზოგი ერთებზე ხმას არ ამოვიღო არა ზოგი ჭირი მარგებელია ყველა ზონის უნდა იყოს გუნდში მართალია შენ მიყევი ბატონ ზოიძეს ჩვენ არ გვეჩქარება თქვენ ზოიძეს მიყვებით წაგზანდით თქვენ ზოიძეს მიყვებით წაგზანდით ბიჭები კაია რომ გაუშვიდა ეხლა კონიაკი ამოიღე და დავაი გავცეთ ეხლა ცოტა ხანში სარიკიც დაიწყებს რა მორეკვას ტურის კლუბი ვნახე ახლა მგელი არ მინახავს მართალი რომ გითხრათ რა ტურის კვალი კარგად იყო ნატარი ახალი ნაწვი მიარის და კარგად ემჩნევა ტურის კვალი ნომრებში არის წასული ქვევით არ არის დატრიალებული ორმაგად ჩავკეტეთ ახლა ტყე გასასვლელი რო არ ქონოდეს და ცარიელი არ მგონია ეს ტყე რო იყოს ეხლა კიდე დაველოდოთ რა იქნება ცოტა ხანში მგონი სარიკის დაიწყებს გოგიტა დააყენებდა ალბათ სუყოლას აქ ბევრად უფრო კარგი მხედველობა გვაქვს იმ დღესთან შედარებით იქ ძალიან ბევრი წვრილიანი იყო სხვათა შორის რამოდენიმე წლის უკან 10 წლის უკან 12 წლის უკან ადრე რო ნადირობდი მან საერთოდ არ იყო მსგავსი სცენარები ძალიან ბევრი მაყვალი არის შიგნით მალინა არის უბრალოდ გაზრდილი და აი რაღაცა რამოდენიმე წელში უცბად გაჩნდა ეს ყველაფერი რომელიც ფაქტიურად უკვე ხედველობის არეალს არ გიტოვებს რომ ნადირი დაინახო რომ შეძლო შემდგომში გასროლა ალბათ უკვე ერთ კვირაში ფიზიკურად ვეღარ წინადიდებ. აი ეგეთი სიტუაცია გვაქვს. ნუ კარგია რომ მოვასწარეთ უკვე მანდა ერთი კარგი მორეკვის გაკეთება. ძაღლის დევნა იყო ახლა კვალზე უყებდა შემდგომში მეორე მიეხმარა და უკვე გააგდეს და უკან გატრიალდა მელა იყო სარიკმა ესროლა ორი ტყუია მაგრამ ვერ გააჩერა წვრილი ტყუია ედო და ორივე გავარტყიო მაგრამ უკან დატრიალდა
ძაღლების უკან არიან გაყოლილები ამელას. კაი იქნება თუ შემოტრიალდება უკან და ჩვენსკენ წამოვა უკან ნომრებისკენ. მაგრამ რაც მეეჭვება დამეტანად. ეგ მომტრიალებელი აქეთკენ აღარ არის. თავს დაანებებენ და აქეთკენ წამოვლენ, იმიტომ რომ სარეკე კიდევ ბევრი არის ზედა მხარეში სუნთლიანი პერიმეტრი ბიჭებს აქვს ჩაკეტილი და ძალიან დიდი ტერიტორიაა დარჩენილი. ირაკლი წვერავამ დამირეკა ახლა და კარაბინიანი ერთი ეგა მყავს. მიახლოებით 300-400 მეტრში ძაღლებმა ის დაჭრილი მელა გადაატარეს გვერდით იქითა ტყეში. ეგ ძალიან ცუდი არის, მაგ ძაღლების მოძებნა ცოტა გაგვიჭირდება. შეიძლება რაღაც რაოდენობა დაბრუნდეს, მაგრამ რამდენიმე ისეთი ხასიათის მატარებელია, რომ თუ დაჭრილია მით უმეტეს ესე მარტივად არ დაანებებს თავს. ახლა კიდე ერთი გასროლა იყო ნომრებში, სავარაუდოდ მარლენმა ისროლა. ერთი გასროლა იყო და გაჩერდა. სარეკი ჯერ კიდე არ ამოსულა. დიდი ტერიტორია არის აქ და იმრავი ძაღლები თუ არ გადმოვიდნენ, სარეკს მარტო ძალიან გაუჭირდება ნადირის აყენება, იმიტომ რომ 4 კაცი მყავს სარეკში ახლა გამოშვებული და 4 კაცი ამ ხელამასისთვის ძალიან ცოტა არის. ძაღლებიც უკვე სულ გადასულები არიან გვერდზე ტყეში. ეს წარმოიდგინეთ, რა ჩვენამდე იყო მოსული მიახლოებით 120 მეტრამდე მოვიდა მელა. ძაღლებიც ესე გამოვიდნენ, აღარ ამოვიდა ასე და უკან დატრიალდა და უკან წავიდა. აქ აქვს კლდოვანი ფერდები და მან დიმალება ხშირად. ძალიან ბევრჯერ მირახავს რომ მათ სოროები აქვს და მან ძრებიან და ახლა კიდე ისეთი პერიოდი გვაქვს ზოგადად რომ უკვე რთული არის მტაცებლის გამო ძაღლისებრთა ოჯახის გამოჭერა, იმიტომ რომ უკვე სოროები აქვს გაკეთებული და სოროში არიან ჩამძროლები უმეტესობა იქიმალებიან უკვე გარკვეული მიზეზების და გამო. ოთარი მესროლა მელას. აი ჩვენი სიცხიანი ძმაკაცი სარეკს რო გვიკეთებს უანგაროთ 39 აქვს ერთ ხელში არაყი ეჭირა მეორეში ნიმესილი. ზევით არის ჩაკეტილი, ცორა ზევით უნდა ახვიდე, ბოლომდე უნდა იტანო. აი იქიდან აი ესე გაუყევი გირჩევნი, აი ამას ესე და აი ესე პირდაპირ ახვალ რა პირდაპირ რა. იჯება, აბა წარმატებები. ასე მოდის. ვაგარი კაცი. თავდადებული მონადირე, წამებული. რამ ხელავს ხვეპლი გაიღო ახლა წარმოიდგინე. ეს მინდა, ეს ჯოშკუნა და თავის იაქტერიერი. ძალიან მაგარი სროლებია. აი ხა, აი კიდე. ნომრები ისვრის რაღაც სასწაულო, თორე ზედა ნომრება, აი კიდე. მაგრამ აი ეხლა რო არ შემწყოს ერთი 7-8 ტყვია გავარდა. ესე იგი როგორ ჩანს ძალიან ბევრ ნომრებში გავიდა. აი კიდე. აუ ნეტა რაღაცა შედეგიანობა იყოს. ეხლა 12-13 ტყვია ესე გავარდა როგორც არაფერი. იმედია ერთს არ ესვრიან ეხლა თორე. მართლა ინდაურები უნდა ვაკისრებინა თუ აცილე ძალიან ვერმა ნომერმა იცოლა სხვადასხვა ნომრებში იყო გასროლები სხვადასხვა ნომრებში. ეხლა აქ ჩვენ ყულად ვდგავართ უკვე სარეკი აქვს და ერთადერთი არის რომ უკრაინიდან თუ რამე გამოიპარება და ჯობია ეხლა გზაზე დაუდგეთ და იქ დაველოდოთ თუ რაღაცა წამოვა ზევიდან ქვევით რომ ჩვენ დაუხვდეთ რომ უკვე ქვევით კლდეებში აღარ გავუშვათ. ერთ სიმართლე მითხარი. გული გაუსკდა ბოლოს თუ როგორ მოხდა ეს? არა ბიჭო, მართლა რა კაშეების ანუ ნათნიო. 18 ტყვია ესროლეთ.
4 მე ვესროლე, ბიჭო, ვესროლე და 7-0-ები სულ. წაიქცა, წამოდგა ვესროლე და უხე ავდექი რა მესტავ დგავარ რა ესეთ პონჩი. ბიჭო, წამოვიდა, მეთქი მოდის, მაგრამ უკვე ვეღარ ვესროლე რომ ერთ ზოლზე ვარ რა. მაგრამ დრომა ნუ ვეღარ მიდის ახლა, ნუ ვერ გარბოდა ერთი. გარ ესეთ პონჩი გადავატარე და დავაყოლე და ფაჭზე ესე გადაიმასქნა. ბიჭო, მაინც არ ხვდება რა, ეს გაიღუნება, გაიღუნება და თან მენანება ეს წვია და აგის დედაცვატირე დავაყოლე მეოთხე და მივედი ველაპარაკები რაღაცა იქი დავინახე იქიდან ერთად. აღარ ვესვრი რა. მეთქი ნუ კაი ეხა ბიჭო გონი არაფერს საქცევას ესროლე. ესე იგი ხო წამოდგა აი დროს რო დგებოდა რა ერთი მე ვესწრები მე ავაცილე მეორე რა მე მოვიდა ხო ოღონდ ვერ ხედავ ასე პირდაპირ წავიდა მოვიდა კარგი თამამ ამასობაში დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე